წინა ვიდეოში ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მიასხა ილიამ ისლამ მახაჩევსა და არმან წარუკიანს. მაგრამ ახლა მინდა ჩაუღრმავდეთ მთავარ კითხვას. მართლა ასეთი ამპარტავნები და თავში ავარდნილები არიან დაღესტნელები? და არის თუ არა ილია მართალი, როცა მათ ასე ახასიათებს? მოდით ჯერ თავად ილიას სიტყვებს მოусმინოთ, სადაც ის თავის ძლიერ მხარეებზე საუბრობს. მე მივიჩნიე, რომ ჩემი ძლიერი მხარე პარტერია. ნებისმიერი პოზიციიდან შემიძლია მეტოქის დაფინიშება. თუმცა ბოლო დროს ვაცნობიერებ, რომ ხალხს უფრო მეტად დგომში ჩხუბი და ნოკაუტები აინტერესებს. მაგრამ ისლამის შემთხვევაში შეიძლება ხალხს სწორედ ის აინტერესებდეს, როგორ ვდომინირებ მასზე დგომში, როგორ ხვდები რამდენიმე მძიმე დარტყმას და მერე აი აქ არის მთავარი, როგორ ვაიძულებ დანებებას პირდაპირ ხაბიბის თვალწინ. ისინი ისეთი ამპარტავნები არიან, რომ დიდი სიამოვნებით დავამცირებდი ისლამს ხაბიბის კუთხესთან. და თუ ხაბიბსაც მოუნდება ოქტაგონზე შემოსვლა, მასაც თავზე გადაუვლი. ვაუ! ეს ფრაგმენტი ვირუსულად გავრცელდა. ილია მათ ჩულოებს, თავდაჯერებულ ტიპებს და ამპარტავნებს უწოდებს. პრაქტიკულად მან ღიად თქვა, რომ ისლამს ცემს და მერე ხაბიბსაც მიაყოლებს. ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, აქ იდეალურად ჯდება ქართული ანდაზა ქვა-ქვაზე დადო და ზედ დაჯდაო. ან უფრო ვირი ყურებს იბზუებსო. ილია აბსოლუტურად მართალია დაღესტნელთან მიმართებაში, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები. თავად ილია თოფურია განა ნაკლებად ამპარტავანია? ის ზუსტად ისეთივე თავდაჯერებულია, როგორც ხაბიბის გუნდი. წლები ავაკვირდები დაღესტნელებს, იქნება ეს უმარი, უსმანი თუ ისლამი. ისინი ყოველთვის ზემოდან უყურებენ მეტოქეებს. მათ სჯერათ, რომ მათი სამბო უძლეველია და ყველა დანარჩენი მათთან შედარებით არაფერია. ადრე მეგონა, რომ სამბო სამუდამოდ გაბატონდებოდა UFC-ში, მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა. სხვა მებრძოლებმა ისწავლეს მათი გასაღები. ეს არის იდეალური დაცვა ტეიქდაუნებისგან. თუ შენ გაქვს ბეტონივით დაცვა ჭიდაობისგან, დაღესტნელებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცევი. თუმცა ილიასა და დაღესტნელებს ერთი საერთო აქვთ. ისინი თავიანთ სიტყვებს საქმით ამტკიცებენ. დაღესტნელები შემთხვევების 98%-ში იგებენ. ილიაც, რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს, ჯარჯერობით ყველაფერს ასრულებს. სანამ მას ვინმე არ დაამარცხებს, ხალხს მხოლოდ ლაპარაკი შეუძლია. მაგრამ მოდით სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. ილია ამბობს, რომ ისლამის დაფინიშება პარტერში შეუძლია. თქვენი აზრით ეს საერთოდ რეალურია? თუ ილიას უბრალოდ დაავიწყდა, რომ ისლამი ოლივერა არ არის? დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ. ილია მართლა ასეთი მაგარია, თუ უბრალოდ ზედმეტი მოუვიდა ხაბიბის ხსენებაზე? ვიცი, ბევრს არ მოგეწონებათ ჩემი ეჭვები, მაგრამ სიმართლე ხშირად მწარეა. ახლა კი მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ ილიას ის სიტყვები, რომლებმაც ბევრი დააფიქრა. თოფურია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ბაზა გრეპლინგი და ჯიუ-ჯიტსუა, ის მაინც ნოკაუტებზე ორიენტირდება. რატომ? იმიტომ, რომ მას ესმის შოუ-ბიზნესის წესები. ხალხს ნოკაუტები უნდა და მეც მათ ამას ვაძლევ. აი ეს არის ნამდვილი ჩემპიონის მიდგომა, რომელსაც საკუთარი თავის ფასი იცის. წარმოიდგინეთ, რამდენად თავდაჯერებული უნდა იყო, რომ სულაც არ განიხილავდე დამარცხების შანსს. ილია არ ამბობს, ვეცდები მოვიგო. ის ამბობს, არჩევანი მაქვს, ან დავანოკაუტო, ან დავახრჩოო. ეს ზუსტად ის სტილია, რამაც კონორ მაკგრეგორი ლეგენდად აქცია. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს ამპარტავნებაში გადასული ეჩვენება, ილია ამას ამართლებს. მან ვოლკანოვსკისთან დაადასტურა, რომ მისი ხელები ლაზერივითაა. მაგრამ როცა საქმე ისლამ მახაჩევს ეხება, აქ კითხვები ჩნდება. ილიამ ჯეკ დელამადელენას და ისლამის სხვა მეტოქეებს პაკეტები უწოდა. ეს ძალიან მძიმე სიტყვაა MMA-ის სამყაროში. მართლა ასეთი სუსტები იყვნენ ისლამის მეტოქეები, თუ თავად ისლამია სხვა დონე? ილია ფიქრობს, რომ ის პირველია, ვინც მახაჩევს ნამდვილ წინააღმდეგობას გაუწევს არამხოლოდ დგომში, არამედ პარტერშიც. საინტერესოა მისი ხედვა ისლამის დაფინიშებაზე. ილია ამბობს, რომ ჯერ დგომში უნდა შეარყიოს ისლამი, მიაყენოს 3-4 ზუსტი დარტყმა და როცა დაღესტნელი წონასწორობას დაკარგავს, აი მაშინ გადავიდეს საბმიშენზე. ეს სცენარი ჩემთვისაც უფრო რეალურად ჟღერს. პირდაპირ სუფთა გრეპლინგში ისლამის დამარცხება თითქმის შეუძლებელია. მაგრამ თუ ილია მას ჯერ დაბურძგლავს თავისი მძიმე ხელებით, მერე ყველაფერი მოსალოდნელია. თუ ეს მართლა მოხდა, თუ ილიამ ისლამი დაახრჩო ან დაანოკაუტა, ეს იქნება სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური მომენტი. ეს იქნება კონორისა და ჟოზე ალდოს ნოკაუტის დონის მოვლენა, ან ჰოლი ჰოლმის გამარჯვება რონდა როუზიზე. ეს იქნება დღე, როცა დაღესტნური ეპოქა ოფიციალურად დასრულდება. ბევრს არ მოსწონს ილიას საუბრის მანერა,
ამბობენ, რომ ის ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ განა დაღესტნელები არ აკეთებენ იგივეს, ისინიც ყოველთვის ამბობდნენ, რომ სხვები მათ დონეზე არ არიან. ეს არის ორი გიგანტური ეგოს შეჯახება. როგორც ესპანეთში და ჩემთან პანამაშიც ამბობენ, ვირი ყურებს იბზუებსო, ანუ ისეთ რამეზე სტებს სხვას ბრალს, რასაც თავად აკეთებ. ილია მათ ამ პარტავნეებს ეძახის, თავად კი ოქტაგონზე გვირგვინით გამოდის. ეს ირონიულია, მაგრამ სწორედ ეს ყიდის ბილეთებს. თუმცა, მოდით დავფიქრდეთ, ხომ არ არის ილიას ეს თავდაჯერებულობა მისი ყველაზე სუსტი წერტილი. იქნებ სწორედ ამ პარტავნებამ დაღუპოს ის ისლამთან ბრძოლაში. მე პირადად ფიქრობ, რომ ილიამ ზედმეტი იკისრა, როცა ხაბიბის თავზე გადავლაზე დაიწყო საუბარი. თქვენ რა სიტყვით? ხომ არ გგონიათ, რომ თოფურია უბრალოდ პიარდება და სინამდვილეში ისლამთან შანსი არ აქვს? გინდათ იჩხუბეთ კომენტარებში, მაგრამ სინამდვილე ის არის, რომ ბევრ თქვენგანს მისი წაგება უფრო გაუხარდება, ვიდრე მოგება. და აი მივედით ყველაზე საინტერესო მომენტამდე. ილია დაღესტნელების სტილი და მათი დამოკიდებულება ბარსელონას ფანებს შეადარა. არ გეწყინოთ ბარსას გულშემატკივრებო, მაგრამ ილიას ლოგიკა გასაგებია. არსებობს ხალხი, ვისაც გონია, რომ მხოლოდ მათი ესთეტიკური ფეხბურთი, მათი ტიკი-ტაკა და ბურთის ფლობაა ერთადერთი სწორი გზა გამარჯვებისკენ. ისინი ზემოდან უყურებენ მათ, ვინც დაცვიდან თამაშობს ან კატენაჩოს მიმართავს. ზუსტად ასეა დაღესტნური გუნდიც. მათ სჯერათ, რომ მათი ჭიდაობა არის საბრძოლო ხელოვნების მწვერვალი და ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ დროებითია. ილია კი სწორედ ამ სისტემის წინააღმდეგ მიდის. ის ამბობს, თქვენი ესთეტიკა და თქვენი დომინაცია ჩემს ხელებში დაიმსხვრევაო. მოდით რეალობას შევხედოთ. ილია თოფურია დღეს არის მებრძოლი, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. ზოგი იმ იმედით, რომ ის გაიმარჯვებს, ზოგი კი იმისთვის, რომ დაინახოს, როგორ მოულენენ მას ის წვეროსანი ბიჭები. MMA-ის სამყაროში ასეთი დაყოფა ყოველთვის იყო. ხალხს უნდა, რომ ილიას მსგავსი თავდაჯერებული ტიპები დამარცხდნენ, ზუსტად ისე, როგორც ხაბიბის წაგება უნდოდათ თავის დროზე. მაგრამ ილიას ერთი რამ ვერ წავართვით. ის არა მხოლოდ ლაპარაკობს, არამედ რისკავს კიდეც. როცა ის ამბობს, რომ ისლამს ხაბიბის თვალწინ დაამცირებებს, მან იცის, რომ ამ სიტყვების უკან დაბრუნება შეუძლებელია. თუ ის ოქტაგონზე გავა და ამას გააკეთებს, ის გახდება არა უბრალოდ ჩემპიონი, არამედ pound for pound ნომერ პირველი მებრძოლი პლანეტაზე. თუმცა არის ერთი მაგრამ. ილიას დაცვა თეიქდაუნებისგან ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისეთი დონის მოჭიდავეებთან, როგორიც ისლამია. დიახ, მან იცის ჯიუჯიტსუ. დიახ, ის ათლეტია, მაგრამ მახაჩევი არავის გავს. თუ ილია პარტაკში აღმოჩნდება და იქ ისე დაიჩაგრება როგორც სხვები, მაშინ მისლი ყველა სიტყვა ბუმერანგივით დაუბრუნდება. საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ ორ ერთმანეთის მსგავს ენერგიას. ორივე მხარე დარწმუნებულია საკუთარ უძლევობაში. ეს აღარ არის უბრალოდ სპორტი, ეს უკვე იდეოლოგიების ბრძოლაა. ილია თოფურია ცდილობს დაამტკიცოს, რომ ევროპული სკოლა და ქართული ხასიათი უფრო ძლიერია ვიდრე კავკასიური მთების დისციპლინა. და სანამ დაგემშვიდობებით, მინდა შეგახსენოთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ლაიქი და ზარის ღილაკის გააქტიურება. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ანალიზი გველოდება. გილოცავთ ყველას დამდეგ შობა ახალ წელს და გისურვებთ მხოლოდ გამარჯვებებს.